Country, Georgia! Let's go, man! ეგ არის დაუბრუნდით ნოსტალგიორგი სართანია ხუჩექს ქორიძე Fight Hop podcast-ი Spotify-ზე, YouTube-ზე, სადაც არ უნდა ვიყუროთ, გამოგვიწერეთ, დაგვიჭერეთ მხარი, დაუბრუნდით 267 ეპიზოდით. დღეს ვისაუბრებთ რა თქმა უნდა ისტორიულ ევენტზე, რომელიც ჩატარდა საქართველოში. რაფი პირველი გასვლა ჰქონდათ ამ ორგანიზაციას, საერთაშორისო გასვლა და ჩამოვიდნენ საქართველოში. ხუჩ როგორ ფიქრობ, გაამართლა იმ ჰაიპმა, რა ჰაიპიც მოდევდა და როგორ შეაჯამებდი ამ ღონისძიებას, ან ისტორიულ ღონისძიებებთან შედარებით საქართველოში რა, განსაკუთრებით კომბატ სპორტში თვითონ რა. ეხლა პირველ რიგში გამართლებაზე რო დავილაპარაკოთ, იო, გაამართლა კი არა, გადააჭარბა ჰაიპით. აშკარად გადააჭარბა ჰაიპით. ყველაფერს რაც იყო მანამდე, ანუ რა გაცემულიც ჰაიპი იყო რა, რახის მიმონე ყველაზე ჰაიპიანი ტურნირი იყო როგორც ასეთი რა. კინ მერაბის მატჩზე დავილაპარაკოთ, კინ სადულაევის სნაიდერის მატჩზე, სადაც სნაიდერმა აშკარად ამერიკული აფსეტს ზურავდა ჩანდა. კი რაღაც მუხლი დაიტრავა სნაიდერმა, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაც იყო. თვითონ უშუალო ტურნირზე და ტურნირამდეც იმდენი რაღაც იყო, რომ აშკარად გადააჭარბა ფილმ სოფლიო ალაპარაკა. რა თქმა უნდა, გადააჭარბა ჰაიპით, რა თქმა უნდა, მაგრამ სპორტული ღონისძიებები აშკარად მე ვფიქრ დარწმუნებული ვარ, უფრო დიდებიც იქნება მომავალში. ნამდვილად რა და აი მინდა რომ ზუსტად ამ ყველაფერს შევეხოთ რა ამ ეპიზოდში რა და როგორც ახსენე რა მე გეთანხმები და ადრე ვიძახთი რომ გონია მეთქი რომ სეხუდო და მერაბი რომ შეხვდებიან ერთმანეთს მეთქი რა მერაბს ექნება viral მომენტი მეთქი რა და viral მომენტი დაიწყო მთლიანად ეს ღონისძიება backstage-ზე რაც მოხდა ყველამ ვიცით და აი viral მომენტი იყო დასრულებაც რაც მერაბი გააკეთა თვითონ ესეთი comeback-ით რა ესეთი გამარჯვებით რა 8-0-ზე იყო და 11-0 ანუ ორი ქულა აკლდა რა ორი ქულა აკლდა რომ გაეჩერებინათ ჭიდაობა და ბომბა დაიწყო და ბომბა დაამთავრა რა მერაბიმ რა და ვისაუბრებთ ამ ნუ რაც მოხდა backstage-ზე თვითონ ანუ მერაბის გამოსვლაზე ეს უდიდესი comeback-ი შენი აზრით რა მგონი ვიცით რაც მოხდა ყველამ რა backstage-ზე და შენი აზრით ფიქრობ თუ არა რომ არის თუ არა ანუ გასაგები ამ მერაბის საქციელი თუ როგორც რაც მოხდა რა აი ხა 100% გასაგები არის მე ვიდეოს ყველა კუთხიდან რომ ნახე ტიპი მიდის მის გზაზე და გადაიფარა გზაზე მეორე კაცი და ხელი დაადო მხარზე რა ხელი დაადო მხარზე ხა სავარაუდოდ მარტო მამას და უფროს ძმას აქვს მაგის უფლება რომ გადაეფაროს და ხელი დაადოს მხარზე და იმის მერე რაღაც კითხვა დაუსვას მაგინა გამომდინარე რა მერაბის რეაქცია 100% 100% ჩემთვის გასაგები არის მაგ სიტუაციაში რა რომ სივრცე უნდა შექმნას უბრალოდ როგორ აიცი ახლა იმ სხვა იმდენ მომენტებში მე და მე ვფიქრობ ესე რომ იმდენ სხვა მომენტებში ხო ისინი შეჩეული იყვნენ რომ შეეძლოთ მაგის გაკეთება ვიღაცის პოპულარულის მიმართ, მაგრამ არ ელოდებოდნენ რომ პოპულარული თან ამერიკაცობით იქნებოდა გამორჩეული რა. ბიჭო, რას გულისხმობ? პოპულარული ამერიკაცობით ეგ ვერ პოპულარული ადამიანი ასეთი კაცობით იქნებოდა გამორჩეული რა თქმა უნდა რა. ნებისმიერ თავმოყარე კაცს რო აიღო და ვიღაცა გზა გადამიკეტოს და კიდე ხელი დაბადოს მხარზე და მიკითხებოდეს ჩემს სიტყვებზე რაღაცას, ხო? ნებისმიერი თავმოყარე კაცი ჩაათებს სახეში სრული სიტყვის მნიშვნელობით რა. უბრალოდ არ ელოდებოდნენ მეთქი ხო ესე მედია ინდუსტრიაში მაინც ეს ტრეშოკინგი არის ისეთი ფაზა ხარა იმასაც უნდა ხა ვაირალ მომენტი გაიგეთებია დაღესტანული გმირი გახდებოდა იმ მომენტიდან მის რეგიონში რომ უმარი დაიცავა და მერაბს მოკითხა პასუხი და ესეთი რაღაცა რა და არ ელოდებოდა რომ მერაბი იკადრებდა ესეთ რაღაცას ხო მიხდი ანუ მაგაზე იყო მე დარწმუნებული რომ მაგაზე იყო ფსონი დადობილი რომ მერაბი არ იკადრებდა მასეთ რაღაცას ანუ მისი აზრით ფაზე ხარა მაგრამ მერაბი პირველ რიგში კაცია და მერი არის მედია ფიგურა. ამიტომ it is what it is, როგორც ამბობს ერთი ცნობილი ბრძოლა. ფიქრობ თუ არა რომ აი მერაბი იყო ცოტა on the edge. ანუ ბევრი მიზეზი მერაბს არ ჭირდება, ხო, აზე ხარ ისედაც რომ ხო გესმის, ანუ ვიცით ყველამ რა, მერაბს ეგეთი შემთხვევები მოსვლია რა, ხო გესმის რა, რა თქმა უნდა.
ეგეც viral მომენტები მქონია რა, მაგრამ აი ამ ბოლო დროს ფიქრობ თუ არა რომ რაღაც უფრო რომ აი ინგლისური ტერმინი რო არის on the edge იყო რა, იმიტომ რომ ვიცით ყველამ რომ რანაირი გამოხმაურება ქონდა რა ნეგატივი ბევრისგან სოციმედიაზე ილია ბრძოლის შემდეგ რა და უფრო ისე იყო რა დაჟე უფრო ნაკლები მოთმინებით რა მერაბი ზოგადად ახლა არ გამოირჩევა როგორც ასეთი ახლა რო ვთქვა რომ დიდი მოთმენობით და დიდი რა ქვია სტოიკური მიდგომით როგორც ალექს პერერა გამოირჩევა მაგალითად რაც უნდა თქვა მან მაგაზე და ხო რეაქციაზე ხოლმე არ აძლევს არანაირს და მერაბ როგორც ქართული კაცი არ გამოირჩევა ახლა ჩვეულებრივი მომენტი არ უნდა ამას ოვერრეაქტინგი კონსპიროლოგიური თეორიები რა მოხდა რა არ მოხდა ქართული კაცი გადაუყერენ გზა და ხელი დაადენ მხარზე და დაუწყენ მოკითხვა სიტყვებზე თუ ჩვენაც ვფიქრობთ რომ მართალი ვართ, არავის არ მივცემთ მაგის უფლებას. ესაც უკვე შეურაცხყოფაა რა. მეორე ტიპი ამბობს რომ რა დამარტყავ მე ხო უბრალოდ დალაპარაკება მინდოდა, უბრალოდ დალაპარაკება გიოდა მხარზე ხელის დადობა და პასი სიტყვების მოკითხვა უმარზე რატო თქვი შენ ასეო ხო? მაგი არა უბრალოდ დალაპარაკება, უბრალოდ დალაპარაკება არის თუ შეიძლება დავილაპარაკოთ. ყველაზე ხარა თან ბევრი საერთო წრე აქვს რა. და თან თემა ამოწურული არის იმიდან გამომდინარე რომ ილაპარაკენ და ყველა დარწმუნის მერე შეურაცხყოფის მერე იმ ადამიანმა ხელი ჩამოართვა მერაბს ანუ დაკმაყოფილდა და მერაბის პასუხით სავარაუდოდ და არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ ყველაფერი შესანიშნავია ანუ ეს ბოლოს მერაბამ რო თქვა ხო ჯულიანა პენასთან არა ლაშამეს მას გასაში დაინსაიდი რომ შედაინსაიდი კი არა გასაში დაინსაიდი მის TikTok-ით გვერდზე რა მაგალითად ეს და ესე იყო დაილაპარაკენ რაღაცა ხო მაღალი იყო მე და რა გიდენო არმანი რაღაცას ღლაბუცობს იტყულება და იკეტენ ოთახშიო და იჩხუბენო რაც არ შეგვარ მაგ ჩვენა შეგვერები არ შეგვერია დავიკეტოთ ოთახში და ერთი ვიჩხუბოთ ბოლომდე და მე შერიგებულები გამოვიდეთ ან რაღაცა ესეთი ანუ თემა ის არ მანამდე ჯერ მივალთ არ მანამდე მივალთ უეჭველი ნებისმიერ შემთხვევაში არავის არანაირი პრეტენზია არ აქვს და ჩვენ რა პრეტენზია უნდა გქონდეს ქართულ მაყურებელს გულისხმობ ანუ მაგ სიტუაციაში რა ქართულ მაყურებელს ჩვენ რა პრეტენზია უნდა გქონდეს თუ არავის არანაირი პრეტენზია არ აქვს განსაკუთრებით ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრეტენზია მოხდა გაუგებრობა გასაგები გახადა მერაბმა მაგი გაუგებრობა და უკვე მეორე დღეს მოხდა просто რატო ვიძახდი იმიტომ რომ აი ბოლოს ჯუნიანა პენასთან რა რო დაამარცხა რა ხელი რო ავწევს იმის მერე რო ახსენა რა ნუ ილიას მარცხის შემდეგ რაც მოყვა რა რო ახსენა და რა ადამიანი ვარო მეო რა ხო ასე ხარა რა გინდა თუ გინდათ მესროლეთო თუ რაღაც ანუ ესე ვფიქრობ რომ არ იმსახურებს რა მერაბი რა ეგეთ ნეგატიურ ფეიქს რა მე ნეგატიური ემოცია არ გამის შენზე კი არ ვიძახი ან საერთოდ ვიძახი არავის თვითს არ მივათითებ უბრალოდ ვიძახი რომ ჩემთვის და რავი ბევრისთვის იმდენი პოზიტივი აქვს ნაჩუქარი ესეთი ენერგია და ამაყი მერაბს რა რომ რა ვიცი რა არ მგონია რომ იმსახურებდეს ეგეთ ანუ ჯაჯმენტს ხო მე მგონი ცოტა ნეგატიური ეპიზოდი გვექნება პირველად ისტორიაშიო იმდენ გამომდინარე რომ ანუ ხალხს უნდა გაუსვათ ახლა რეალურად არის ბილკუთხეს ყველგან ვერ ავირჩიოთ რა და ფაქტი ის არის რომ ანუ მარტო კაზუალი დამწყებებს აქვს მერაბის მიმართ ნეგატივი ასე ვთქვათ რა თორე ეხა ვინც არის ერთი ადამიანი და შეიტროვინონ რომ დამისახელოს ვინც არის იმ ჩვენ ინდუსტრიაში გინდა ჟურნალისტიკის თვალსაზრისით გინდა კოუჩინგის ან საბრძოლვის თვალსაზრისით ხო არ არის რომ მერაბთან რაღაც პრეტენზია ქონდეს ანუ კაზუალი გუშინ მოსული რომელსაც 2 გრამი ტვინი არ გააჩნია შერეული ორთაბძოლების შესახებ ხო რომელიც ნებისმიერ კომენტარს უბრალოდ ქვავს როგორც ასეთი რა მაგარი მხოლოდ ის ხალხი რომელიც მერაბის მიმართ რაღაც ნეგატივს განიცდიდა რა ნეგატივი უნდა იყოს ტიპმა ამიტომ არა ათვირიქით ხო არ მინდა რომ და არ ამგონია რომ ეს ნეგატივი იყოს არაფერი ნეგატივი ეპიზოდი არ არის აქ რა უბრალოდ არა ნეგატივი ეპიზოდი იმას ქვია რომ ჩვენ ვიღაცას რაღაცას უძახით ანუ მაგ მომენტში თორე ნეგატივი რა თქმა უნდა ჩვენ ნეგატივს არ ვქით მაგრამ რაღაცის მის სახელი უნდა დავარქვათ იმიტომ რომ რადგანაც MMA ზოგადად ეს ინდუსტრია იმხელა მეინსტრიმში შევედით ხო რომ ფაქტიურად ყველა გამოხმაურებული არის ანუ დღეს ვიყავ მე ჩემთან რესტორანში და იქ
ტაქსისტები, მიმტანები, გამვლელები, გამოვლელები, მეზობლები, ყველა რაღაცას მეკითხებოდა მერაბის ჭიდაობებზე, რაღაცაზე, ηλია თოფურიაზე კიდე რაღაცაზე. ანუ ძალიან გახმაურებული არ და ყველა იდიოტს და ყველა კაზუალს აქვს საშუალება რომ ილაპარაკოს, რა თქმა უნდა, რადგან სამ სიტყვის თავისუფლება არსებობს როგორც ასეთი რა. და განსაკუთრებით სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ისჯება იმენა ფიზიკურად მე რა. უბრალოდ ჩემ თავზე ვიტყვი რა ხვიჩ რა. მე ვსაუბრობ ჩემ თავზე. ყველას აქვს თავისი ხო ახლა თავისი აზრი, თავისი გამოცდილება, მაგრამ აი მერაბისგან მე რაც მიგძვნია სიამაყე და სიყვარული მისი მოღვაწეობით მხოლოდ მაგ სურვილი რომ მაგ ადამიანს ყოველთვის პოზიტივი დაუბრუნო რა ხო აზე ხარ და ნამდვილად იმსახურებს მერაბი მაგას რა უღრმესი 100%. თავარი მესიჯი მერაბმა გასცა მისი კარიერის განმავლობაში ეს საქართველოს გააცნო მაგან და ზოგადად მაგან თემ სოფლიოს ერთ-ერთი დიდი ნაწილი აქვს რომ საქართველოს რეალურად თემ სოფლიოს გააცნო აი მაგან თოფურიანს ერთ-ერთად უდიდეს არენაზე გაიტანენ საქართველოს სახელი შერეულიორთა ბრძოლების თვალსაზრისით გულისხმობ რა და ანუ საამაყო პიროვნება არის საამაყო ქართველი არის და მისი ყოველდღიური საქციელებით აჩვენებს კიდე რომ ქართველი კაცი არის. როგორც იდეა თოფურია ქართველი კაცია, იგივენაირად ქართველი კაცი არის. ჯერჯერობით, ჯერ ქართველი კაცია და მე მოდის ყველა დანარჩენი რა. და ანუ შესანიშნავია და საფასებელია მე ძალიან დავაფასე ის რომ ანუ უშუალოდ ის მომენტს უნდა გავუსვათ, იმ მომენტს უნდა გავუსვათ ხაზი რა მაგ. მე ძალიან დავაფასე ის რომ მირაბი პირველ რიგში ქართველი კაცია, მე სპორტსმენია და მე არის მედია პიროვნება. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მედია პიროვნება რომელიც არის მაგ არის მესამე ფონზე ასე ვთქვათ რა. ბიჭო, აი ადრე რა ჩვენ საუბრობდით ამ შეხვედრაზე რა, ჭიდაობაზე და ბევრი კითხულობდა იგივეს, ანუ რომ ნიშნავს თუ არა რამის, ეხა მერაბის კარიერისთვის რა, რომელიც არის MMA კარიერა, UFC-ზე ვსაუბრობ რა თქმა უნდა, ჩემპიონობაზე. ანუ ეს ჭიდაობა დიდად თვითონ არაფერს არ ნიშნავდა, მაგრამ აი ეხა ვიგზენი რომ ძალიან ბევრს ნიშნავდა რა, თურმე რა, აი ეხა ამ შესრულების მერე ვიგზენი რომ ძალიან ბევრს ნიშნავდა, იმიტომ რომ ვიგზენი ფიზიკურად რა, ამაჟრიალა რა, ენერგია იყო, აი ეს იყო, აი რეები არა გაკეთებული მერაბს, ხო? აი ბანთამვეით ჩემპიონი არის, გამხთარი რა და დაცვა აქვს 4 თუ არ ვცდები, თუ 3, 4 დაცვა რა და აი ესეც აი მაგ მომენტებში მაგ აღნიშნული ჩემ თავში რა ძალიან მაგარი მომენტი იყო რა მეთახვევი თუ არა ან რას ვფიქრობ მაგაზე რომ 100% გიგო მაგრამ უყურე მაგი პერფორმანსიდან გამომდინარე იყო ანუ ასეთი აჟირება მოსაწყენი 2-3 რო ეჭიდავა და ნებისმიერ სოხელი აეწია ხო ყველა ფეხებზე დავიკიდები არც ვიყრიალები არც არაფერს არ გავაკეთებდით უბრალოდ აი ანუ ჯერ ან ხო ანდერდოგი იყო და ფაქტიური ანდერდოგი იყო თანახმობა რო ანუ სეხუდო არის მართლა გლეჯველი თავისუფალი ჭიდაობის და კინაღამ დაგუტო შემოგვიგო კინაღამ ანუ ღია უპირატესობა მოგვიგო უბრალოდ რა 10-0 კინაღამ მოგვიგო 10 ქულით უპირატესობა მოგვიგო რა და საწყში იმდენად მაგარი თავისუფალი დონის მოჭიდავი არის რა და მე რა ყავი ხასიათით ბრძოლით პირველი პერიოდი გადალახა მეორეში აიღო რას გონდა მესამეში დახურა სულ სიტყვის მნიშვნელობით რა მაგიტო იყო თვითონ მაგი ხმაურიანი და მაგიტო ძალიან მაგარია და მაგიტო დევიდენდაც შეითვლება მე რაფს მაგი რა იმიტომ რომ თავისუფალი ჭიდაობა ხო იგიც მაგარი სანახაობრივი გახადა რა მაგ მომენტში ყველას გულისხმობ რა რაღაცაი ძალიან მაგარი ისტორია იყო ჭიდაობით მატჩის ასე რომ თქვა თორე ხა იჭიდავა არმანმა გახსნა ივენტი და ისეთი მოსაწყენი მატჩი იჭიდავა რა ვიცი მე რა ვაფშე რატო იყო ეს მატჩი ჩასმული არა მე აზრზე არ ანუ არანაირი მედია გამოხმაურება მაგას არ გამოყობდა არაფერი არ გამოყობდა მაგას რა ანუ შედარება ხო არის ახლა მაგალითად რომ ვინ რა იჭიდავა და როგორ იჭიდავა რა კაილ სნაიდერის და სადულაევის მატჩი ძალიან საინტერესო იყო რა ზოგადად დაძაბული საინტერესო მატჩი იყო არცეთ არ ვიცნობ არც მეორეს არ ვიცნობ და კი ერთ მეორე სულ შევაკივრობდი ცოტა მეც მაგრამ ანუ გამყრელიძისაც ძალიან მაგარი იყო კი ჩვენი ქართველები არა საუბარი მე მეინზე და კომეინზე ვამბობ და ახლა ისეც კაზუალურ სახელს ვამბობ არმანს არ ვიგანი რომ რავი ჩემმა ძაღლმაც იცის ფიქრობ რომ ალბათ ყველაზე დიდი ამბასადორი არის საქართველოს სპორტის მერაბ დვალიშვილი რა ну ხო ხა მე სიმართლე გითხრა ვიყო მაგას და ილიას ხო მაგათ მეინსტრიმში ძალიან მაღლა არიან რა და ილია რაც არ უნდა რამ ხელაფსონსაც არ აკეთებს UFC და
დიდი მარკეტინგი ილიას ესპანელობაზე, ხო? ილია არასოდეს არ ტოვებდა მის ქართველობას. ანუ რა ყველგან გაუსვა მის ქართველობას ხაზი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაგ მომენტი რა. ილიას რომ მოუდეს ესე გადაიცვლება ქართული დროშა მის წარმომადგენლობაში ესპანურ დროშაზე რა. და ყველგან ყოფილი იქნება მაგიდან ჩვენს გარდა სავარაუდოდ რა. მაგრამ მაგის მნიშვნელობა რა ხან მაგას სავარაუდოდ აი დიდ მეინსტრიმში ეს ორი ადამიანი არის დღეს რომელიც საქართველოს დროშას აფრიალებს და ანუ წარადგენს უმაღლესობებს 100%. ბიჭო და აუ მოდი რა ვისაუბროთ თვითონ ამ კამბეკზე რა და თავიდან რომ დაიწყო აი რა მალე დააგროვა სახუდომ ქულები რა რომ უცებ აი ორი ქულაღა დარჩა ის 8 ქულა ისე სწრაფად დააგროვა რომ ლოგიკურად ანუ ეხა ორ ქულასაც აიღებს და მორჩება ეს ხო მაგრამ აი ისეთი გზნობა მქონდა რომ საერთოდ აი წესით ხო უნდა რაღაც ინერვიულო რომ ვაიმე და რაღაცა ხო აზეხარ ეხა ცოტა ოფლი გამოგასხას რომ ხო ეხა რაღაცა და არა და ვიცოდი რა და დავინახე რომ ანუ ის მანქანა რა მუშაობდა რა ხო აზეხარ დავინახე მის თვალში რომ გაიღვიძა რა გახურდა რა ხო აზეხარ და პირიქით მე დაიქოქა რა ეს ძალიან მაგარი კამბექი იყო რა მე ეს ყოველთვის დამამახსოვრდება რა იქ მაგრამ გიო ასოს უკანა როცა საუბრობდი ჩვენ ამდენიმე ეპიზოდის უკან მაგაზე ხო მე გითხარი რომ სეხუდომ არის მონსტრი ჭი თავისუფალი ჭიდაობის ანუ რა ხსნა არის ანუ ეს არა მერაბის სპორტი და პარტესში მაგი გამოჩნდა რომ მერაბის სპორტი არ არის უკინახა ანუ იავნე წააგო აშკარად კი აღმაშკარა ოპერატიული წააგო და ის არის საამაყო რომ ოლიმპიური ჩემპიონის საწინააღმდეგოდ გააკეთა ესეთი რაღაც თორე ჩვეულებრივად ნაუდოთ რო ეგეთება ან ჩოვლებრივი მოჭიდავე საწინააღმდეგოდ ხო კიდე რაც ხა ისე ვიტყოდით რა ისინაირი ოლიმპიური ჩემპიონთან აი ნოხის მონსტრთან გააკეთა მაგითან და რომ რავი ძალიან მაგიო ასწავლი ამბავი აუ შენ მითხარი რა ხო რას ფიქრობდი რა აი ანუ 8-0-ზე რო იყო რა მაგ მომენტში შენ შემნაირად იყავი ანუ მე რასაც ვფიქრობდი ის დავინახე ხო აზეხა რა რომ ეს ხუდო ძალიან მაგრა ჭიდაობს თავისუფალ ჭიდაობას კი არა ჯობნის რამეში მაგრამ ჯობნის უშუალოდ თავისუფალ ჭიდაობაში ხო აზეხა მე ვარ იგი რა ქვია მორბინალე წარმოიდგინე 100 მეტრზე შენ ხარ ველოსიპედისტი ხო აზეხა რა ჩვენ შევხვდეთ იმას აგ 100 მეტრიან კროსში რა უნდა გავაკეთო მე რა თქმა უნდა ხო ანუ ყველანაირად უნდა მოვიღო წესით რა და შეხუდო ძალიან მახლოს იყო მაგ პოზიციასთან რომ მოიღო მაგრამ შეხუდოს დაღლა შეძლო 6 წუთიან მატჩი მერაბდვალიშვილი რაღაც არის სასწაული რაღაცა ანუ არა მარტო გამოცდილებით უნდა ეკნა იმდენი რო არა ხო რა არა მე შეხუდო მაგრა დახვდა ძალიან მაგრა დახვდა ძალიან საფათო იყო აი ძალიან საფათო ყველა წამში საფათო იყო წარმოიდგინე მე ხო აგროვას მერაბა მაინც ხოლმე მაინც საფათო იყო იმიტომ რომ ის ორი ქულაც ყოფნიდა რაუნდი მატჩი მოიგო ყველა ორი ქულა და 24 ქულა ყოფნიდა მატჩი რომ მოიგო ამიტომ ანუ თავბრუს დამხვევი ისტორია მოხდა მაგ რა მოკლედ კიდევ ერთხელ ულოცავთ მერაბს დიდი წარმატება და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მერო რა ჯიგარი ხო არა რაც ყველაზე მაგარი დასაფასებელია ხო არა აშკარად არა კომფორტული მატჩის ზეცა ჩამოვიდა თბილისში მის დედაქალაქში და ეს არის ანუ ისეთი რაღაც არის მაგე რა არა კომფორტული მატჩი შეეძლო მერაბს დაიდგა პირობები კომფორტული მატჩი გამიგეთე ან მერაბდვალიშვილი არასოდეს არა ურჩევია და არასოდეს არა ირჩევს შევახსენებ ისევ ხალხს რომ ჩვენ ვართ პირველი დამოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი გამოგვიწერეთ დაგვიჭირეთ ხარი ეს ყველაფერი უფასო არის და ყოველ კვირა ვიქნებით თქვენთან Spotify-ზე, Apple Podcast-ზე ან YouTube-ზე და ხვიჩექს მოდი ახლა გადავიდეთ არმანდ ცარუკიანზე და ფანებზე რა მან თქვა რომ 50-50-ზე იქნებაო ალბათო რა ფანები გაყოფილიო არმანის გამოსვლაზე რა შტოენები იყო ანუ აშკარად მიხვდა მე რა და ის ფაქტი მინდა კიდე აღნიშნო რომ ძალიან გამიკვირდა იმიტომ რომ ღონისძიების ქარდზე მერვე ბრძოლა იყო მერვე ჭიდაობა და პირველზე გადაწია და ანუ რისი მიზეზი არის იგრძნო იქ რაღაც დისკომფორტი შენი აზრით და სწრაფად უნდა და გასვლა თუ აი ეგერე არ ხდება ხოლმე თან არმან წარუკიანი არის
დამწყები არ არის არასდროს რა, ან ბოლოს არის, ან co-main event-ი არის, ან იქით არის, ხო აზეხარ ხა შნაიდერთან და მერაბთან აქ main event-ი ვერ იქნებოდა, მაგრამ იყო მერვე ადგილზე და გამოვიდა პირველზე, რატო ნეტა? შენი აზრით. არა, ორგანიზაციამ გაიგო ყველა მესიჯები, ანუ ყველა სიგნალები კარგად გაიგო ორგანიზაციამ რა. სიმართლე გითხრათ, რაღაც სიგნალები აბსოლუტურად ვერ გაიგო ორგანიზაციამ. რა უნდა გაიკეთებინა? ძალიან დიდი შეცდომები ჰქონდათ, მაგათი დანაშაული არის, რაზეც მისმა ორგანიზატორმა ბუდიშები მოიხადა, ოფიციალურად პირდაპირ ეთერში მოიხადა ბუდიშები ღონისძიების შემდეგ. მაგრამ ეგ ვერ მივხვდი, რაღაცა გამოვტოვე მე, რაზე იყო ბაზარი არის? ხო, ну რაღაც მომენტები იყო პროდაქშენის მომენტები, რაზეც მოიხადა ბუდიში და მაგას არც იგივე ზოგადად არ არის საჭირო. ხო. თავარი რა არის? რომ აინც ორგანიზაციამ შეძლო და ეს სიგნალი მიიღო, რომ არმანი ხო ცოტა ხანი უნდა გაატარებინო მაგ არენაზე რა. იმიტომ რომ ისეთი პროვოკატიული რაღაცები მოდიოდა მაგათი ოჯახისგან, მაგათი თემებიდან, მაგათი რაღაცებიდან, ხო? ქართული გულშემატკივარი მაგას არ გაატარებდა და არ გაატარებს, უაზი ხარ რა. ილიას სახელი ძალიან ხმამაღლა ისმოდა არენაზე და ბოლოს დაჟე სახელით არ უხსენებია ილია, მაგრამ სანამ მოწყდებოდა იქიდან თქვა რომ ვინც გინდათო გამოუშვითო რომელი ქართველიც გინდა მოუგებო რა. და მე მაჭარამ თქვა 16 წლის მაყავსო და მაგარ მითხრა მე გავალ 16 წლის ჭიდაობა დაიწყო მე პრესკონფერენციაზე და ცოტა ხანი მოიცადოსო რა. და ეგ ხა ხდება კოლბი კოვინგტონს შემდეგ კვირაში. მოკლედ, ანუ მერაბის გამარჯვება ხო, აშკარად რაღაცას ნიშნავდა, როცა დაამარცხებ. ბიჭო, ვიღაცა სტრიმერი კი არ დაამარცხა რა, რო არის ხოლმე, ხო, აზე ხარ შეხვედრები. ანუ legit ოლიმპიური ჩემპიონი. დაამარცხა ოქროს медали, რა. ვისაც ჰქონდა პეკინში და არავითარი ესა სტრიმერი და რაღაცეები, ბლოგერები თუ ვინც არიან დღეს რა. ხა სად არის შედარება რა? სიმართლე ვთქვათ გიო ხო? შოუ, დიდი შოუ, აი დიდი შოუ რასაც ქვია. კი, აი ძალიან მართლა მაგარი მოჭედავეები უყავს და მართლა მაგარი ქართველები უყავს რა. ჭედაობის უყარში, მაგრამ დიდი შოუ მერაბმა გადაარჩინა მაგ. რომ მერაბს სუსტი მეტოქე ჩამოეყვანა, ან არ ყოფილიყო მასეთ დაძაბული მატჩი ხო, დიდი შოუ არ იქნებოდა ეს. ხოზე ხარა, ესე დამანგრეველი და სასაული შოუ არ იქნებოდა. იმიტომ რომ მერაბი იყო მაგ ხო, მაგიტო იყო გადასალები რაღაც. კი, თან განსაკუთრებით როგორ დამთავრდა სნაიდერის შეხვედრა რა, ეს ეგ როგორ დამთავრდა რა, დაახლოებით კონა მაგრეგორი როგორ დამთავრდა, ეგეთი რომ არ აღმაყოფილებს რა, ხო აზე ხარ რა. კი, არის 100% მერაბის გარეშე და მერაბის ეხუდოს გარეშე და ესეთი მაღალი ლეველის მატჩის გარეშე წარმოუდგენელია რომ მაგი ყოფილიყო ასეთი მაღალი დონის შოუ. მას ეხმაურიანი შოუ რა, ასეთი ეხმაურიანი შოუ. მერაბი იყო ივენტამდე ხაიპის მიზეზი, მერაბი იყო ივენტის დროსაც ხაიპის მიზეზი. მე მინდა მოვიკითხო ელბუჩო ძმაო, მე უსმენდი Ariel Helwanis და აუდა ალჯო სტერლინგი რა, პოდზე Helwanis და ანუ ესენი ყველა ამაზე ისაუბრეს რა, რაც მოხდა რა, ეს ყველაფერი და ეგო იქნებოდა ვიღაცა ევროპელი ვიღაც დარწმუნებული ვარ ვიღაც ევროპელი ის იქნებოდაო ჟურნალისტიო ვინც ეკითხვა დაუსვაო და კი ევროპელი ქართველი იყო ძმაო ბუჩო მოგიხავთ ზოგადად ცნობილია ძალიან დერსკი ტეიკები და ძალიან დერსკი დარტყმები და ისეთი რომ აი ერთ ლაინს გაადროს და თელ ინტერნეტს აალაპარაკებს მაგიდან გავდიდარი რა ბუჩოს დათესილი არყავდა და ასეთ ახლა რაღაცა იქცა და ბუჩმეს ველოდებით რა კიდე რა ერთი სული მაქვს ხა რა აი ხა მინდა მის ტვინში რა ხო აზე ხა ბუჩო მოკითხვა ფაით ჰოპერებს უღრმესი მადლობა დროებით და გემშვიდობებით ხვიჩ You tune into the Kartvelians on the Fight Hard Podcast